ყველას აინტერესებს როგორ მოხდი ნიუ-იორკში. Tamoshniები გადმოვედი მექსიკიდან ზოგი რაღაცა ერთ წელს ამდენი გადმეიხადე, არაფერი არ გადამიხდიათ რა. $1 არ დამიხარჯია იმისთვის რომ მე აქანე ჩამოსულიყავი რა. ვიყავი მეზღვაური, 21 წელი ვიყავი მეზღვაური. და მოხდი ქართული კომპანიიდან წამოვედი საქართველოდან და შევედი პეტერბურგში კიბაოზე მუშაობდი. ხო და წამოვედით ტვირთით ამერიკაში და რა ვარ ჩამოვედი ნიუ-იორკში თებერვლის თვე იყო 2022 იგი რა ქვია უკრაინის და რუსეთის ომი იყო ახალი დაწყებული და მე რომ წამოვედი ნავთობპროდუქცია მოხდა სანქციაში ვერაზანას ხიდთან ნიუ-იორკის ხიდთან რა შემოსასვლელში მდინარეში 1 მაილით შიგნით კიდო ანუ თავისუფლების ქანდაკებასთან დავდექით ღუზაზე რა და ჩემსგან იყო მილში იყო ბერეგი ნიუ-ჯერსი იყო 1 მაილში ხო და სტარპომა ინფორმაცია მოიტანა რომ ჩვენი ტვირთი მოხდა საერთაშორისო სანქციაში და ყვითელი პრესა იყო დაინტერესებული ჩვენი გემის ვინაობით, საიდან მოდიოდა და გვითხრეს რომ გავსულიყავით საღამოს ნეიტრალურ წყლებში. გადაგვერდით ship to ship მოხდარიყო, გადაგვერდით STS-ი უნდა მოხდარიყო რა. და უნდა გადაგვერდით ტვირთი და უნდა წავსულიყავით უკან ისევ. მოbrunებულიყავით და 21 წელი ველოდებოდი რომ ამერიკის კონტინენტზე რამენერად ჩემი გემი შემოსულიყო რა 21 წლის განმავლობაში ამერიკის კონტინენტზე ნამყოფი არ ვარ გარდა მექსიკის და ბრაზილიის და რა ვარც ეს ამბავი გევიგე რომ უნდა გემი უნდა წასულიყო უკან არაფერზე არ დავფიქრებული ვარ იყო დღის 12 საათი გემი რო ჩააქრეს ღუზა რო დავჭიმეთ მე და სტარპომა წაიდე ისვენეო და დასვენების მაგურად გამევიარე ცხვირიდან უკან გემომდე კიჩომდე გამევიარე უკან ბოლომდე და რობა გევიძრე ძმაო ფეხზე დავიხვიე სკოჩით ტელეფონი და $100 ტრუსიკით გადმოვხდი წყალში და ვიფიქრე რომ გავცურავ ჯერსისკენ მეთქი რა და დამეტაკად იჩენია ძმა და ვინც ამერიკა კარგად იცის და ვერაზანას ხიდზე გადასულია, იქ ვერაზანას ხიდიდან ოკეანისკენ რო გაიხედავ, არის პატარა კუნძული. პატარა კუნძული მაიაკი დგას. Короче, რო გადავხვდი წყალში ძმა, ტიჩენია მიხელა დამეტაკა, რომ გამიყვანა იმ კუნძულზე. მერე გამახსენდა აკულავე, შაპი და ოხრობა და რაცხა ჩანდავა და მქონდა კიდო პატარა დანა. ბოცვანის ნაჩუქარი დანა რა. ჩემს გემზე ქართველები იყო და იგენმა კარგად იციან რა, მე რაც იგი უკენი რა ქვია, რაფერც მოხდა. ხო და короче, 4 საათი ვიცურავე ძმა. მიახლოებით 4 საათი ვიცურავ. და გემზე რო პანიკა ატყდა, აი მაგ პანიკის დროს უკვე გამოვცურე ვერაზანას ხიდის აქეთ ნაპირზე ჯერსიში. ამავედი აჭარელი აქვამენი ტრუსიკით შვილის სიცოცხლეს გეფიცები ტრუსიკით. გადმევიარე ვერაზანას ხიდი ფეხი ტრუსიკით იმენა. გადმოვედი ბრუკლინში, ხო მიხდით ახლა რომელ პარკვეიზე ჩამევედი რა. იქან ჩამოვედი და იქ რიბაკი თევზაობდა ძმა. და მივაჭერი короче რიბაკთან და ტელეფონი მოვიხსენი. ტელეფონზე კიდო $100 მქონდა დასკოჩილი და მეუბნები რომ მომეცი ტუფლი, შორტები და მაიკა. მომცა 45 რაზმერი ტუფლი 41 ბაქფეხი. მომცა სპორტულები და მომცა მაიკა $100. ხო და ისევ გადავედი ნიუ-ჯერსიში, პარომებიო გადისო იქენდანო რა, მანჰეტენზე. ხო და გადავედი იქანე სტაფილოსფერი მარკოვები რო და სტაფილოსფერი გემები რო დადის ვიხდი რა. გადავედი იქანე, დავჯექი
პარობზე და მე მოხდი მანჰეტენზე და მე დაურეკე ჩემს მეგობარს, короче და მე ჩემი მეგობარით მიყვანეს ჩემს ამოყროში. მოყრები მყავდა აქანე რა, არავინ არ იცოდა რომ მე ამას ვაპირებდი. ასე მოხდი ძმაო, საცხავ იცურავე ალბათ 3 მილ ნახევარი რა, მინიმუმ. ხო ეს ჩემი გამოთვლებით გეუბნები რა. ასე მოხდი ამერიკაში რა, $1 არ დამიხარჯია აქანე ჩამოსვლისთვის რა. არა და მუშაობდი იმ გემზე იმისა რომ მექსიკის ფული ამეგროვებია და აქაც ჩამოსულიყავი რა. ეს მოხდა ასე. ასე მოხდი ამერიკაში ძმა. და მე 4 წელია უკვე აქანე მიმყოფებით რა.